მეგობრებო, როგორც იცით, რამდენიმე საათის წინ BBC-მ ძალიან სკანდალური და სადაო სტატია გამოაქვეყნა. შემომივიდა 10 ბიტ კითხვა, რა წერია იმ სტატიაში. გულისხმობ, რა თქმა უნდა, სტატიის ორიგინალს. თუმცა, ასეთ სათითაოდ პასუხს სჯობია, მოდი ერთად გავარკვიოთ, რა წერია BBC-ის სტატიაში. შესაბამისად, ამ ვიდეოში მოცემული ყველა წინადადება, რასაც მოისმენთ, არის BBC-ის სტატიიდან ციტირება. თქვენ კი მანამდე ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. დავიწყოთ. That's me getting beaten up. Go shit! Everybody was awakened by this footage. When the world was just beginning to learn about the anti-government BBC-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს თარობის საწინააღმდეგო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC ამბობს, დემონსტრანტები ასეთ სიმპტომებს უჩიოდნენ. ქოშინი ხველა ღებინება, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც აღნიშნულია სტატიაში, BBC-ის მსოფლიო სამსახური ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ინფორმატორებს და ექიმებს ესაუბრა. აღმოაჩინა, რომ მტკიცებულებები მიუთითებს ისეთი ქიმიური აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა კამიტე უწოდეს. BBC წერს, რომ მათი გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებამ აბსურდული უწოდა და იქვე განმარტავენო, რომ პოლიციამ სასტიკი დამნაშავების უკანონო ქმედებაზე კანონიერად იმოქმედაო. კარგი, მოდი მივყვეთ სტატიას, მაგრამ სანამ სტატიას მივყვებით, მოდი გავარკვიოთ, რა არის კამიტე. კამიტე თურმე ყოფილა ბრომბენზილციანიდი და ამ ნივთიერებაზე ვიკიპედიის გვერდს თუ გადავხედავთ, უკვე წერია საქართველოზე. იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ კამიტეს გაზი ქლორის გაზის მსგავსი ტოქსიურობით გამოირჩევა. თურმე კამიტე საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. თუმცა მერე ის ამოიღეს და მის ნაცვლად გამოიყენება ცრემლსადენი გაზი. კარგი, გავაგზავნოთ სტატია. BBC თურმე ესაუბრა ერთ-ერთ პროტესტანტს, ექიმ პედიატრ ჩახუნაშვილს, რომელიც მაშინ დაშავებულთა შორის ყოფილა. მან განაცხადა, რომ მას კანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეწოდა და ამ შეგრძნებას ვერ იშორებდა. მისი თქმით, ჩამბანის მცდელობისას მდგომარეობა უარესდებოდა. ექიმი ჩახუნაშვილი ამის შემდეგ თითქმის 350 ადამიანს დაუკავშირდა და მათგან თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ ერთი და მეტი გვერდითი მოვლენა 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ეს გრძელვადიანი სიმპტომები მოიცავდა თავის ტკივილის დაღლილობას, ხველას, ქოშინსა და ღებინებას. მას შემდეგ მისი კვლევა საერთაშორისო ჟურნალმა ტოქსიკოლოგიის ანგარიშების შესახებ გამოქვეყნებისთვის მიიღო. ჩახუნაშვილი გამოკითხვით არ დაკმაყოფილდა და მის მიერ გამოკითხულ პირებიდან 69 თავადვე გასინჯა. აღმოჩნდა, რომ მათი გულების ელექტრულ სიგნალებში ანომალიების მნიშვნელოვანი მატება აღნიშნებოდა. ამის შემდეგ BBC წერს, რომ ჩახუნაშვილის ანგარიში იმეორებს იმ მოსაზრებას, რომელიც ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმების და სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს. წყლის ჭაუში სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება იყო გარეულიო. ამის შემდეგ BBC-ის საქმეში სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტთან, ანუ საქართველოს სპეცრაზმის ოფიციალურ სახელწოდებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მაღალი რანგის ინფორმატორს რთავს საქმეში და თურმე BBC-ის ამ ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო სახელის დადგენაში სწორედ ეს ხალხი დაეხმარა. BBC წერს, რომ დეპარტამენტის შეერაღების ყოფილი უფროსი ლაშა შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იგივენაერთია, რომლის გამოცდას პირადად მას უთხოვეს. მისი თქმით, ამ პროდუქტის ეფექტი სრულად განსხვავდებოდა ყველა იმ ეფექტისგან, რაც მანამდე განუცდია. მას სუნთქვა უჭირდა მას შემდეგ, რაც იმ ადგილთან ახლოს იდგა, სადაც ეს ნივთიერება გამოიყენეს და მას და მის კოლეგებს, რომლებმაც მასთან ერთად გამოსცადეს ნივთიერება, ისი ადვილად ჩამობანა აღარ შეეძლოთ. შერგელაშვილი ამბობს, რომ ჩატარებული ტესტების შედეგად მან ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისგან თავი შეიკავა, თუმცა მისი თქმით, წყლის ჭავლის მანქანები მაინც ამ ნივთიერებებით იყო შევსებული სულ მცირე 2022 წლამდეო. სანამ როგორც ის ამბობს, მან სამსახური და ქვეყანა დატოვა და მისი თქმით, კოლეგებმა, რომელთანაც მას კავშირი დღემდე აქვს, რომლებიც დღემდე თანამდებობაზე არიან, მას უთხრეს, რომ ეს ასეა და ხალხს ეს ქიმიური ნივთიერება შეასხეს. შერგელაშვილს კითხეს, შეიძლებოდა თუ არა მის მიერ გამოსაცდელი პროდუქტი უბრალოდ ცრემლსადენი აირი ყოფილიყო, რომელიც აღიზიანებს თვალებს, კანს და სასუნთქ სისტემას, თუმცა მხოლოდ დროებით. მან უპასუხა, რომ ეს ნივთიერება ბევრად ძლიერი ჩანდა. კადრები მახსოვს, მამაკაცი, რომელიც გამორბის ყვირისთან, რომ რაღაც არის შერეული წყალში. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ის სითხე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. შერგელაშვილი ვერ ასახელებს იმ ქიმიურ ნივთიერებას, რომლის ტესტირებაც მას თხოვეს, თუმცა BBC ამბობს, რომ მათ მოახერხეს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის
ინვენტარის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით არის დათარიღებული. დოკუმენტი შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას, ისინი უბრალოდ ჩამოთვლილი იყო, როგორც ქიმიური სითხე UN1710 და ქიმიური ფხვნილი UN3439, მათი შერევის ინსტრუქციებთან ერთად. BBC-ს სურდა გადაემოწმებინა, იყო თუ არა ეს დოკუმენტი რეალური, ამიტომ ის აჩვენეს სპეცრაზმის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ნამდვილი ჩანდა. მან ორი უსახელო ქიმიკატი, რომელიც სავარაუდოდ წყლის ჭაობს იყო დამატებული, ამოიცნო. ამის შემდეგ BBC ამბობს, რომ მათ ნივთიერების იდენტიფიცირება დაიწყეს. მედია საშუალება წერს, რომ UN1710-ის გამოცნობა ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიკლორეთილენის კოდი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს, ანუ უბრალოდ გამხსნელია. შემდეგ უნდა გაერკვიათ, თუ რომელი ქიმიური ნივთიერების გახსნას უწყობდა ის ხელს. BBC-სთვის UN3439 გამოცნობა გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან ის წარმოადგენს ქოლგა კოდს სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშიაო, წერს BBC. ერთადერთი ნივთიერება, რომელიც მედია კომპანიამ აღმოაჩინა, რომელიც ოდესმე გამოყენებული არეულობების გასაკონტროლებლად არის ბრომბენზილციანიდი. ასევე ცნობილი როგორც კამიტე, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს. ამის შემდეგ BBC-ს საქმეში რთავს პროფესორ კრისტოფერ ჰოუსტეგეს, მსოფლიოში წამყვან ტოქსიკოლოგისა და ქიმიური იარაღის ექსპერტს და სთხოვს შეაფასოს მიუთითებდა თუ არა მათი მტკიცებულებები იმაზე, რომ სავარაუდოდ გამოყენებული იყო აგენტი კამიტე. ექიმ ჩახუნაშვილის კვლევის შედეგებზე, დაზარალებულთა ჩვენებებზე, სპეცრაზმის სავარაუდო დოკუმენტებზე და შერგელაშვილის მიერ მათთვის ნათქვამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროფესორი მიიჩნევს, რომ ეს ასეა და კლინიკური დასკვნები შეესაბამება ბრომბენზილციანიდს. მან გამორიცხა იმის ალბათობა, რომ სიმპტომები გამოწვეული ყოფილიყო ცრემლსადენი გაზით. მეცნიერი გაუგნებულია, რადგან მისი თქმით მას არასდროს უნახავს კამიტე თანამედროვე საზოგადოებაში ვინმეს გამოეყენებინა. ის ვარაუდობს, რომ ეს იმიტომ იქნებოდა გამოყენებული, რომ ნივთიერება ძლიერ შემაკავებელი ფაქტორია, ანუ ხალხს დიდი ხნის განმავლობაში შეაკავებდა. მათ მოუწევდათ ტერიტორიის დატოვება და საავადმყოფოში წასვლა. და თუ ეს მართლაც ასეა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება წარსულიდან უკან დაბრუნდა, ეს ნამდვილში უკიდურესად საშიშიაო, ამბობს მეცნიერი. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად პოლიციის ძალებს უფლება აქვთ გამოიყენონ ქიმიკატები ბრბოს კონტროლისთვის, თუ ისინი პროპორციულია და მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი აქვთ. BBC თავის სტატიაში გაეროს წამების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელს ალის ედვარდსაც ციტირებს, რომელსაც უთქვამს, რომ მათი დასკვნები შემაშფოთებელია. ქალბატონმა ედვარდსმა თურმე ადრეც მიმართა საქართველოს მთავრობას საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და წამების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით. BBC იქვე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ დასკვნებს ღრმად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდა. ხელისუფლება ამბობს, რომ სასტიკი დამნაშავების უკანონო ქმედებებზე რეაგირებისას სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებშიო, წერს BBC. ცხადია, ამ სტატიას ქართული ოცნების მკვეთრი რეაქცია მოყვა. მათ დილიდანვე განცხადება გამოაქვეყნეს და თქვეს, რომ ცხადია Deep State-ის პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილიო. მართველი პარტია აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ დაინტერესებული პირების მონათხრობებზე არის აგებული და ცხადია არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. ოცნება იქვე წერს, რომ მათგან BBC-მ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, თუმცა სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა. ამის მერე იმაზეა საუბარი, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება BBC-ს წინააღმდეგ წამოიწყოს სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. ამ ეტაპზე სულ ეს არის. არსებობს უკიდურესად მძიმე ბრალდება და მე პირადად მართლა გულწრფელად არ მინდა, რომ ეს მართალი იყოს. იმიტომ რომ არ მინდა ქიმიურ საშუალება ბრომბენზილციანიდზე ვიკიპედიის სტატიაში, ისე როგორც ახლა წერია, მომავალშიც გვერდ-გვერდ ეწეროს პირველი მსოფლიო ომი და 2024 წელი საქართველო. თქვენი აზრი მომწერეთ კომენტარებში, ასევე დაწერეთ, გქონდა თუ არა მსგავსი სიმპტომები თქვენს, ის სიმპტომები, რაც BBC-ს სტატიაშია აღწერილი.